საღამო, არა, რა საღამო. გამემშვიდობისა. მოკლედ ახლა რომელი საათი ვნახო? პირველი 20 წუთია. მოკლედ მოვედი 10 საათი იყო რომ მოვედი. რა ვთქვათ, ახლა ძალიან დავიღალეთ და მოგატყუეთ, რომ არის ალბათ ეჩვევა ადამიანი ყველაფერს. და ახლა ყავას ამშუაღამეს ყავას გავლებ. რატომაც არა. და ხა ამას უნდა რომ ვეჩხუბო. იმიტომ რომ გასაგებად უთხარი რომ არ მაქვს ხა ამისი საჭმელი. ვაჭამებ დღეს ის რა ქვია ფასაკლებაში იყო ჩვენთან კი ნამჭიქაში ჩამყარე. რა ქვია იმებს კატის საჭმელები როა ნაირ-ნაირი მოკლედ აუჩიე ეს ანუ ყვატა თუ ბატის ხორცი დამზადებული საკვები ხო და კარგად მიირთვეს ესე იგი ხო გეუბნებით რაც დრო გადის უფრო და უფრო ჩემთვის რაღაცა ახალ რას გულისხმობ ახალში მაგალითად იმას რომ ადამიანების ხასიათი ბუნება მოკლედ ვერადავერ შევიგნე ეთყობა მე თვითონ რომ რა არის იცით ახლა თად ესეც ვერ ვიტყვი ხა ეცინა სიტყვას ვაკეთებ მოკლედ რაზე მაქვს საუბარი არავის არ ჭირდება ასე ვთქვათ შენი კეთილგანწყობა შენი ასე ვთქვათ თავაზიანობა შეიძლება ითქვას ეს შევატყე ძალიან ბევრს უფრო სხვათა შორის ესეთ ადამიანებს პატივს არ სცემენ თავაზიანებს ხოლო და მხოლოდ აი იმიტომ ვთქვი თავში რომ მთლად ესე არ არის ანუ ზოგიერთი აი ხელზე ჩამოსათმელი ადამიანი ვინც კულტურულია ვინც შეგნებულია და რაღაცა ისინი ხო მაგრამ ძირითადად პატივს სცემენ არასწორად ნათქვამი იქნება ანუ უფრო მიღებულია ცოტა ისეთი აი როგორ ვთქვათ რა რავი ხაცენ პრიმიტიული გახდა ცხოვრება რა გაგებით ანუ პრიმიტიული ურთიერთობებზე მაქვს საუბარი და ანუ ადამიანური ურთიერთობებზე პრიმიტიული იმ გაგებით რომ აღარ არის აი ეს ადრე ვთქვათ აი ხა ჩემ ბავშვობაში რაღაცა ვთქვათ ხირებულებებზე რო იყო საუბარი ვთქვათ სულიერი რაღაცა ადამიანური რაღაც ისეთი როგორც ადამიანი ხო რაღაცით განსხვავდებით ცხოველებისგან და რაღაც ხო ანუ რითიც განსხვავდებოდით ადამიანები ის იმასა და ვთქვათ ეხანდელ დროში რაღაცა ზღვარი გაიცრიცა და საერთოდ დაიკარგა მოკლედ იმ უბრალოდ ცხოველთა სამყაროსთან ზღვარი გაიცრიცა და ადამიანები დაემსგავსა აი ძალიან ახლა ვერ ვიტყვი რომ თხად ადამიანების ბრალია მაგრამ ნახეთ ახლა როგორი რაღაცა თუ ზოგიერთი უმკლავდება ჩავთვალოთ რომ ძლიერები არიან და იმიტომ უმკლავდებიან და რჩებიან ისინი ვინც იყვნენ თუ უბრალოდ რაღაცა იყო მათში დამალული დაფარული და ეს არა სიმართლე უნდა ითქვას რომ ჩვენი ახლა სხვა ქვეყნებში მართლა არ ვიცი რა ხდება და ჩვენთან რასაც ვუყურებ ამას ვხედავ ზუსტად რომ ეს ადამიანობა ნელ-ნელა ხება
არ ვიცი რა სიბრალია ახლა ადრე თუ გვიან ყველა მოუკვდებით ხო არავინ არ დარჩება დედამიწაზე ეს არის აქსიომა აი წყალი რო არ გაუვა ეს ესეთი ამბავია ყველა მოუკვდებით ადრე თუ გვიან ნუ ჯობს გვიან მაგრამ ეს ხო ამას ხო ვერ გავექცევით ხო და ამის გამო რო ახლა მაინც მოუკვდები და როგორც მე მინდა როგორც მე გამიხარდება ისე უნდა ვიცხოვრო ბევრისგან გამიგია სხვათაშორის ძალიან ბევრისგან დაჩუმდით ახლა თქვენ გოჩუმდით მაცალეთ ვიდეოს ჩაწერა ხო და ნახეთ მაინც მაკედან მიკნავი ხარ ხო ეხა მოვა ხო და ახლა წარმოიდგინეთ მასე რომ ყველამ ესე იფიქროს მასე რომ ყველამ ესე იფიქროს ანუ მოკლედ ყველამ რომ ასე იფიქროს რომ აი სულ არ მაინტერესებს სხვას თავში ქვაუხლია და მე ვიყო კარგად და სხვის თავებზე გადაივლის არ ვიცი მაშინ საერთოდ ხო იმ ფილმს უყურე გუშინ როცა დედამიწა გაჩერდა კიანუ რივზი რო ამთავარ როლში მოკლედ ვისაც ნანახი არ გაქვთ შეგიძლიათ უყუროთ კარგი ფილმია ზუსტად აი იმაზეა რომ ადამიანები არაფასებენ თავიანთ სამყაროს თავიანთ სიცოცხლეს მოკლედ ანაგვიანებენ პირდაპირ მშრომლით ახლა ეს ხალხალდიზაგდებაზე არა მაქვს საუბარი გამონაბოლქვით იმითი ამითი მოკლედ ყველაფერი და დღეს მაგალითად ინტერნეტი ჭედავდა მეთქი რა ხდება თვითონ მაქტიკომის იმაზე შევდიოდი კაბინეტის მეთქაც გაჭედა არა და ინტერნეტი ანუ გადასახდები არ მოგჭირდა მეთქი რა ხდება და მე უკვე რომ ჩაირთო ხო ვანდას გადავარეკინე იმიტომ რომ მაგას მაქტი აქვს ტელეფონის ნომერი მაქტის და მე ბილაინის აბონენტი ვარ იმიტომ რომ რადგან ბილაინი შევეჩვიე მოხერხებული იყო იაფი იყო მოკლედ რაღაცა იქ ისინი იყო და მაგითი ნიქცია ჩემი ყურადღება ხო და ვანდას უყვარს რა ვიცი მაქტი თავის მოყოლებული რაც ტელეფონები დაიბადა ხო და ჩემიდან არირეკება მოკლედ იმათთვის უფასოა რაღაცა და თან მაქტიკომის აბონენტი ვარ წარმოიდგინეთ და მაქტის ნომერი არ მაქვს ხო და არა დაპორტირება შემიძლია მაგრამ რატომ ხო და ვურეკავ ვანდას ვეუბნები რომ გეხოწები გადარეკე ერთი გამიგე რა ხდება მეთქი და მე გავუსო დაკავება არის ეტყობა მეთქი ბევრი რეკავს ხო და ნუ საბოლოოდ ახლა რო არ მივედმოვედათ გავიგე ის რომ ჩაერთო უკვე რა ინტერნეტი შევედი და უცბად რა ხდება მაგნიტური ქარები ანუ რომელ წლებში იყო სოსო ეს მაგნიტная буря სოსო რომელ წლებში იყო ეს მაგნიტная буря მე-20 საუკუნეში ხო მაგრამ დასაწყისში ხო მოკლედ დასაწყისში რო იყო ნუ მაშინ არ იყო ესეთი აპარატურა და რაღაცა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ ახლა იყო მაგაზე ლაპარაკობდნენ და სხვა შორის ახლა იყო კრიტიკული ახლა ძალიან კრიტიკული არა მაგრამ რაღაცა ზღვაზე იყო რა ეს ქარიშხლები და იმიტომ ეტყობა მაგან გამოიწვია ეს შეფერხებები და რაღაც ხო და ასე რომ რა ვიცი მართლა არ ვფრთხილდებით რა არც პლანეტას არც არაფერს საკუთარ ცხოვრებასაც საკუთარ სულს პირველ რიგში არ ვფრთხილდებით და რა ვიცი აბა ჯერ მარტო აი აქ იხარშება პირველი ეს არის თავარი არის ეს ანუ ფიქრები აი ცუდი ფიქრები არ უნდა გქონდეს ადამიანს ცუდი ფიქრებიდან იწება ყველაფერი თავი და თავი ეგ არის ცუდი ფიქრები რო არ იქნება ხო ადამიანი ჯანმრთელიც იქნება ბედნიერიც იქნება მხიარულიც იქნება გარესამყაროც გამოსწორდება მოკლედ აი აქედან იწება ყველაფერი აი ეს ტვინის კოლოფში იწება დაბადება ყველა აზრის და იმის
ხო და რა ვიცი, ყველამ რომ ჩვენ თავიდან რომ რაღაცა დავიწყოთ და კარგისკენ შევცვალოთ, ხო, მართლა კარგი ცხოვრება გვექნებოდა, მაგრამ არ ვიცი, ალბათ რის გამო ხდება ეს ალბათ ისევ თემას ვბრუნდები, შური არის საშინელი, შური სტოპს ადამიანს, შური შიგნიდან ხრწნის ადამიანს, შიგნიდან აი უჯრედის დონეზე ასე მგონია ანგრევს შური ისეთი რაღაცა, იმიტომ რომ მე ვიცი, აი შურიანი ადამიანი, მაგალითად ადრესაც ცხოვრობდი რა, იქ უშანგი ტრეიდზე, მარჯანიშვილის თეატრის გვერდზე. მეზობელი მყავდა. ну, მოკლედ, არ ვიცი, აი თავისებური ადამიანი იყო ეთყობა და როგორც კი ჩვენ ოჯახში რაღაცა კარგი ხდებოდა, თავწაკრული დადიოდა და სულ შეწუხებული იყო. ну, ამით მე ხა თავ არც დიდი ვიყავი, არც თვალ პატარა, მაგრამ მაგდენ მესმოდა და ხვდებოდი, რომ ეს ხალი განიცდიდა იმას, რომ ვიღაცა კარგად იყო. აი ესეთი რაღაცა და ეს არის საშინელება, არ ვიცი, არ შური არის. წუხარება სხვის სიხარულზე და ხო. ასე რომ არავისი არ უნდა შეშუდეს ადამიანს. გულწრფელად რომ გაგიხარდება სხვის სიკეთე, გულწრფელად რომ გაიხარებ სხვის სიხარულს რომ გაიზიარებ, აი დამიჯერეთ 100%-იანს გეუბნებით. იცით როგორ უკეთესობისკენ შეიძლება თქვენი ცხოვრება, აი არ ვიცი, მაგრამ ეთყობა მართლა გენეტიკის დონეზე ზოგს ეს შურის მომენტი. ხო, დღეს რა ვქენი ახლა? დილას ვფიქრობდი ვიდეოს ჩავწერთ ხო, მაგრამ ну, ესე მოხდა რომ მოხდა სასწაული და 12 საათამდე მეძინა და მე თვითონ გამიგვირდა სადაც რომ ვხედე, მე კიდევ კაირო დროულად გამეღვიძა თეთრე ვაი და რო ჩამძინებოდა და დამეგვიანა. ხო, და მოკლედ ავდექი რაღაცა საქმეები ვაკეთე აქეთ-იქით და მე სამსახურში წავედი თავისთავად. ხო, მოვიტანე დღეს ხახვი, კარტოფილი, პამიდორი, ჩვენთან პამიდორი გაიაფთა ვარიღის. ხო და 2 კილო პამიდორი წამოვიღე. დავაბინე მაცივარში, ცოტა ნისიებიც ავიღე მაღაზიაში. ну, ვამატებ, აბა რა ვქნა, 2 დღეში ერთხელ ვამატებ რაღაცა ნისიად, რაღაცას ვიღებ, იმიტომ რომ არ გამოდის აბა სხვანაირად კაპიკი რო არ გიექნება ანგარიშზე. იძულებული ხარ ახლა 5 ლარი, რასაც ვთქვათ, ჩემი ვთქვათ, ხანდახან ჩამირიცხავს ხოლმე, აი ესე ბოსნეული რო გამოგველევა მაგ დროს რა. ანუ 5 ლარი ვიყიდო ხოლმე კარტოფილი რაღაცა. პურსაც კი, ანუ პური, შაქარი, აი ესეთი რაღაცეები მარკეტიდან ნისიაზე ვიღებ ხოლმე. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან ზედმეტებში არ გადავალ, იმიტომ რომ მინდა რომ ხელფასი რო ავიღო, ცოტა ვიგრძნო. ხელფასი მართალია ხა დიდი არაფერი ხელფასი არა გვაქვს, რაც უნდა გაწევ-გამოწევო, მაინც ვერ იგრძნობ ისე, როგორც ადამიანს გინდა რომ იგრძნო. ადამიანები ვართ, ხანდახან რაღაცა გულს რაღაცა მოუნდება. აი, მაგალითად ეხლა ბავშვს რაღაცა სიტყვაზე ნაყინი მოუნდა. ვერ გავაჩენ. მე მაგალითად რაღაცა ჩემი პატარა ჭია რო გამეხარებინა, დღეს ხელს ამოვაყოლე მარკეტიდან ვარნახევარი ღირს მზესუმზირა. მე ცოტა მეთქი გავიხალისებ ცხოვრებას, რაღაცა მართლა იმისთვის ხო არ ცხოვრობ ადამიანი, რომ უბრალოდ ისუნთქო და всё. აი, რაღაცა გინდა რომ რაღაცა გახარებდეს, ხო ეგრეა, რაღაცა პატარ-პატარა თავისუფლება მისცე. კი, ახლა ზოგი იტყვის, რომ აი თუ გიჭირს ესე, მაგრამ როდემდე? შეიძლება მთელი ცხოვრება ესე გრძელდება. სადღაცა შუალედში ხო უნდა ჩააკვეხო, რომ ის ნაყინიც იყიდო და ის მზესუმზირა ხო სიტყვაზე. ხო და ძნელია, ძალიან ძნელია ჩვენ ქვეყანაში, არ ვიცი, როდის დალაგდება, ოდესმე დალაგდება. ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე ფეხი და რა ვიცი, ჯერ ცვლილებებს ვერ ვხედავ. ხელფასი გაიზრდება, ფასები იზრდება, ხელფასი მოკლედ ვერა და ვერ დაეწია. აი ევროპაში როგორც არის და საზღვარგარეთ, ну, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში, აი ისე დონეზე რო იყოს ხელფასი და ფასები შეფარდებაში, ჩვენ ბედს ძაღლი არ დახებს, მართლა კარგად ვიქნებოდით, ძალიან საღად ბედნიერად ვიცხოვრებდით ადამიანები. არ ვიცი რა, აი რა დავაშავეთ. ალბათ ის რომ დაბოღმილები ვართ, იქნებ ამიტომაც არის. მოკლედ არ ვიცი რა, მოვედე ყველაფერს ძალიან დამღალა ყველაფერზე ფიქრმა უკვე.
არა, ხა ეგოისტიც არ მინდა ვიყო, რაღაცა მაინც მედარდება მიფიქრება ხოლმე, მაგრამ მოდი ახლა ესე რომ ვიფიქროთ ყველამ რომ ესე თავში გვაუხლია და მე ჩემ თავს მივხედავ. არა, ეგრეც არის ხო, ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს პირველ რიგში, მაგრამ ახლა იგნორირებას ვერ გაუკეთებ. ახლა დღეს მაგალითად ერთი ადამიანი რო იძახდა მშიაო და დამეხმარეთო, მშიაო იძახდა დამეხმარეთო და აი უბრალოდ ვერ იმას ვიზამდი, არ მქონდა ისა ანგარიშზე რაღაცა 5 ლარამდე მქონდათ რაღაცა და შევარდი მაღაზიაში, პური ვიყიდე და გამოვუტანე, იმიტომ რომ აი ვერ მოვისვენებდი. რა ნამუსით უნდა მესუნთქა, რა ნამუსით უნდა გამეგზელებინა ცხოვრება. რომ რაღაცა ის ხინჯად ჩემ თავზეც ვიზრუნე, კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მე ვიდარდებდი. ხო? ახლა ზოგს სულ არ ედარდება სხვა ოღონდ თვითონ იყოს კერო და მაწარ სხვაც მაწარი ეგონაო, ესეა საერთოდ. ყავაც მისიაზე მაქვს აღებული. სამაგიეროდ თავარია რომ მაქვს და ეს არის ჩემი საწვავი. დილას რო არ დავლიო, არ ვიცი, ხო გეუბნებით იმ დღეს გითხარი კიდევაც. დილას ყავა მქონდა დალეული. მთელი დღე მშიერი ვიყავი და მწყურვალი. და საქმეს ვაკეთებდი. საკმაოდ ენერგიულად ვიყავი და ერთი არ ყოფილა რაღაცა მომენტი, რომ ან თავი დამხვეოდა, ან წავბარბაცებულიყავი. არა. საკმაოდ ესე ნორმალურად ვაკეთებდი ჩემს საქმეს. ხო და ესე მეგობრებო, კარგით, აბა დაგემშვიდობებით, ახლა უნდა დამეხედა ესე საათი მოვიხსენი, როცა სახში ვარ და ვისვენებ, საათს ვიხსნი. ხო, სულ საათობრივად მან გაწერილი ყველაფერი და ესეც მაღიზიანებს. დღეს ვეუბნებოდი სოსოს მეთქი ან იმდენი გამომწერი მყავდეს თქო რომ ხელფასი გამომდიოდეს იმდენი YouTube-ზე რომ ანუ არ დამჭირდეს თქო რა ესეთი წელზე ფეხების დადგმა ან მეთქი ჩემი საქმიანობა რომ ავადგინო თქო მოკლედ ვინც არიცით დაახლები ხართ თოჯინებს ვაკეთებდი ანუ ჩემი დიზაინერული თოჯინები და ძალიან მოთხოვნად იყო მოკლედ ალბათ დაუბრუნდები, რა ვიცი, სულ ამას ვიძახი და დრო ვერ გამოვნახე და მუზაც არ მოფრინავს ჩემთან არ ფითხელში, რომ დაამიკრას და ცოტა შემაგულიანოს. ხო, რაღაცას მიზეზობ, ახლა მინდა რომ ძველი მისამართიდან სადაც ცხოვრობდით, იქ სარდაფში არის საუთობელი და იმის წამოღება მინდა ჩემი საუთობელი მინდა ჩემი ბარაკიანი საუთობელი, იქ უნდა გავაუთოვო ჩემი ეს დეტალები, რასაც დავამზადებ და ამიტომ არ ვიცი, შეიძლება ჩვენც მას მოველაპარაკო და თან მანქანით გავა, წამოიღებს. მგონი ესე ჩუპია. და მეც დავადგავ საშუალს და დროზე ავმუშავდები. მე გავაკეთებ ეტაპობრივად ნელ-ნელა და მე უკვე გამოჩნდება გზა, ხო იცი, თავარია დაიწყო და მე გზაც გამოჩნდება. კარგით, აბა მეგობრებო, გოგოებო, ყველას გულებში გაკოცეთ, ვინც მიკომენტარებთ, ვინც უი ხო მართლა ნინი ძალიან დიდი ბოდიში რო ვერ შეგეხმიანე, მოკლედ აი ესე მაქვს ყველაფერი ამდაუბრად. ხო და ხანდახან ჩემი სახელით მოვაწოდე ეს ისე რა თქმა უნდა ხუმრობით სახელი არ მოვიწდება ჩემი, მაგრამ ბევრი რაღაცები მოვიწდება და ხო, იმის თქმა მინდა, რომ ამ ეტაპზე ჯერ ვმუშაობ, რა ვიცი, და უკმაყოფილო არა ვარ, ჩემი სამსახურის სახთან ახლოს არის. შემიძლია ვთქვა, რომ ფანჯიდან ხედავ ჩემს სამსახურს და ანუ ახლოს არის, მაწყობს და ხელფასიც ნუ სტანდარტულია ახლა. რაც ვნახე, აი ეგეთია და ფიქრობ, რა ვიცი, ახლა შორს სანსესიარული არ მიწევს, გზის ფულის ხარჯვა არ მიწევს, შესვენების ფულის ხარჯვა ცალკე არ მოკლედ. ხო და ჯერჯერობით ესე ვარ და რა ვიცი, ხვალზე რა იქნება, მოკლედ ჯერჯერობით თავი ქუდში მაქვს ასე თუ ისე. ხო, სწავლა იწყება. ხო და არ ვიცი, ვფიქრობ სოსოს სხვა სკოლაში გადაყვანაზე ვფიქრობ. არა, იმიტომ რომ რაღაცა არ მოგწონს, რაღაცა უბრალოდ არ ვიცი, თქვენთვის არ მithქვამს ძალიან გულსატკენი მომენტი მაქვს მე პირადად სოსოსაც ცალკე თავისთავად, იმიტომ რომ სოსოს ძმაკაცის დედა
არის ჩვენი, ასე ვთქვათ, აი პირველი კლასიდან დამრიგებელი, პირველი კლასიდან, მეოთხე კლასიდან დამრიგებელი და პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ თავისთავად რა, როგორც მშობელი და მე უკვე როგორც დამრიგებელი, ანუ რაც სკოლაში დავდივართ, სულ რა, ხარ იმ ადამიანის გვერდში და ძალიან ისეთი დიაგნოზი დაუსვეს, მოკლედ თურქეთში ოპერაცია გაიკეთა. შვილმა ასე ვთქვათ, დონორობა გაუწია და კიდე შეუბრუნდა და მოკლედ რაღაცნაირად აი არ შემიძლია რომ ის თუ არ იქნება მე არ მინდა ის სკოლა. აი რაღაცნაირად ესე ვარ განწყობილი, იმიტომ რომ კი მენანება ის ბავშვების კლასი და რაღაცა, მაგრამ რაღაცნაირად მოკლედ რა, ვისაც გესმის ესეთი რაღაცები გამიგებთ. ხო. ხო და ესე რა ვიცი ღმერთმა ქნას მეგობრებო ვილოცოთ სოსოს დამრიგებლისთვის ძალიან კაი ადამიანია ახალგაზრდა გოგოა სხვათა შორის 25-26 წლის იქნება ესე დაახლოებით და ვილოცოთ რომ კარგად იყოს ჩამთელად იყოს და ხო აი ეს არის რა მიზეზი ძირითადი ხო და იმდენად ყურადღებიანი დამრიგებელი იმდენად ყურადღებიანი რომ აი როგორც საკუთარ თავს ისე რომ ენდობი რა, აი ესეთი, აი ბავშვებზე, როგორც შვილებზე, ისე რომ ზრუნავს, აი ესეთი ადამიანი და ხა ესეთი ადამიანის მოძებნა არც ისეთი მარტივია და სხვა სკოლაში კიდე ეხლა ჩემმა ნაცნობმა მითხრა რომ მე ვიცი ეს და ამის იმაზე ნიადაგზე ჯერ ვფიქრობ, ავიცი მოკლედ გადავწყვიტავ რა ღმერთმა ქნას რომ დაუბრუნდეს თავის საქმიანობას, გამოჯამთელდეს პირველში, ყველაფერი კარგად იყოს და როგორც საზღარი სიზმარი ისე დაგვევიწყებინოს ეს ყველაფერი. კარგით მეგობრებო, აბა დროებით დაგემშვიდობებით და მოვალ შეხვედრამდე. გაგვაცეთ.